მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედიასიფსის სტუმარი. დღევანდელ თემა დავირჩიეთ ზოგადად სიტუაცია, რომელიც ბოლო დროში იქნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. გუშინ გახდა ცნობილი, რომ 9 მაისს არის მიწვეული ბადრაგუმბა აღლუმზე მოსკოვში და ამ აღლუმის შემდეგ ის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ბადრაგუმბა ორი თვე არის დე-ფაქტო პრეზიდენტი და უკვე მეორედ ხვდება პუტინს. ჟანია შემთხვევაში სულ ორჯერ ჰქონდათ თუ არ ვცდები შეხვედრა მთელი მისი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის განმავლობაში. გაზრდილია თუ არა რუსეთის ინტერესები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ და რას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორ თვეში, მაშინ როდესაც ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია შექმნილი ამდენი სირთულე აქვს რუსეთს, მაინც იცლის და ხვდება დე-ფაქტო პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიაზე. მოგესალმებით. ნამდვილად ბადრიგუმბა არის მიწვეული მოსკოვში აღლუმზე. ეს არ არის გამოწვეული თვითონ ბადრიგუმბას პიროვნებით ან მისი როლით. უბრალოდ რუსეთს ჭირდება აფიშა, რომ მაგათ ყავთ მოკავშირეები ამ რუსეთ-უკრაინის ომში და ჭირდებათ ჩვენება ხალხისთვის, რომ ვიღაცა არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული. რომ გადახედო სტუმართასიას, იქ არის რამდენიმე დსთ-ს ქვეყნების ლიდერები და აფრიკული ქვეყნების ლიდერები, რომელიც ჩამოდიან მოსკოვში ფულის გულისთვის. კრედიტებს აძლევენ იარაღს, აძლევენ უფასოდ და ასე შემდეგ. მაგრამ თავისთავად აფხაზეთში რუსეთის კრემლის როლი გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და თვეების განმავლობაში. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ გაიზარდა გავლენა აფხაზეთში. იქ გავლენა ყოველთვის იყო მაღალი, უბრალოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტები აფხაზეთში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტები იყვნენ ასე თუ ისე დამოუკიდებლები კრემლისგან. ჰქონდათ რაღაცა თავისუფლება მოსკოვისგან. ეს გავლენა ისე არ ჩანდა. იმიტომ რომ ბჟანიაც წინამძღი გამოდიოდა იმ კანონიმისსა, რომელიც ითხოვდა მოსკოვი აფხაზეთისგან. და ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის აქციების მერე აფხაზეთის ხელისუფლება უარს ამბობდა მოსკოვის მოთხოვნილ კანონებზე. ესე იყო უარყოფილი კანონი უცხო აგენტების შესახებ, იყო უარყოფილი ხელშეკრულება რუსეთს და აფხაზეთს შორის რუსეთის ინვესტიციების დაცვის თაობაზე და სხვა კანონები. უბრალოდ ეხლა იმის მერე, რაც რუსეთმა უბრალოდ დაალაგა აფხაზეთში სიტუაცია და მოიყვანა სათავეში პრორუსული, პროკრემლული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრიგუმბა. ეს უკვე ესეთი წინამორბედება ვერ იქნება აფხაზეთიდან. თუმცა მაინც როგორც ჩანს რუსეთი ბოლომდე არ ედობა ბადრაგუმბას, რადგან მაქსიმალურად არის ჩართული. თუ არსებობდა რამე ილუზია, რომ აფხაზეთის ოკუპირება, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა იყო ერთგვარად ცენტრალიზებული, ახლა ასე აღარ არის, ხო? თუნდაც კირიენკოს ყოველ კვირაში ჩასვლა, პუტინის ეს გაზრდილი ინტერესის შეხვედრები, განცხადებები, რომელიც მიშუსტინის დონეზე კეთდება, ადასტურებს თუ არა იმას, რომ ეს დეცენტრალიზება ხდება უფრო და უფრო მეტად ამ ოკუპანტი ხელისუფლების. კი ბატონო, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი პოლიტიკა, როცა ნაციონალურ რესპუბლიკებში ცეკას მეორე მდივანი იყო რუსი ეროვნების და მოსკოვიდან გამოგზავნილი. ასევე აფხაზეთში ახლა რუსეთი ქმნის პარალელურ მთავრობას, აი ბექ-ოფის აფხაზეთის მთავრობისთვის, რომელიც იქნება მოსკოვის სახლი არის ისეთი დაწესებულება აფხაზეთში, რომელიც გააკონტროლებს ამა თუ იმ სფეროში მოქმედ აფხაზ ჩინოვნიკებს. და ეს იქნება პარალელური მთავრობა, ჩრდილოვანი მთავრობა, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული კრემლთან და გადაწყვეტს ამა თუ იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნება მაგალითად რუსი ბიზნესმენების მიმართ ან რუსი ტურისტების მიმართ. ასე გაიხსნა აფხაზეთის გაიში რუსეთის გაის წარმომადგენლობა, რომელიც ოფიციალურად კი აძლევს მარტო მართვის მოწმობებს აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მაგრამ ოფიციალურად ეს არის გაის წარმომადგენლობა, რომელიც გააკონტროლებს აფხაზეთის გაის
რომ არ დაარღვიონ რუსეთ ტურისტების უფლებები. იქ ცნობილია რომ აფხაზეთში იჭერენ რუს მცხოვრებს, ტურისტებს, მართმის მოწმობებს, მერე ამ მოწმობის დაბრუნების საფასურად ფულს იღებენ და კორუფციის სქემაა ჩვეულებრივი. და რუსეთმა აი ეს განყოფილება შემოიღო იმისათვის რომ გააკონტროლონ აფხაზეთის გაი. ასევე იგივე ხდება ეკონომიკის მხარეს, იგივე ხდება კულტურის მხარეს, იმიტომ რომ რუსეთი ხედავს რომ ის ფული რაც იდება აფხაზეთში, ის ბიუჯეტის ფულია, რუსეთის ბიუჯეტის ფულია და ეს ფული იკარგება, იფლანგება, ჯიბეში იდება და შედეგი არ მოდის, იმიტომ რომ აფხაზეთის მოსახლეობა არის რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგი. უნდა ითქვას რომ ეხლა დღეს კი არის არჩეული პრორუსული პრეზიდენტი აფხაზეთში, მაგრამ თვითონ მოსახლეობა არის აი ამ რუსული პოლიტიკის წინააღმდეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ ის კრემლი თვლის, რომ ეს იმის შედეგია, რომ ის ფული რაც იგზავნება აფხაზეთში, იკარგება. და ამათ უნდათ რომ ეს ყველაფერი გააკონტროლონ რუსეთის ჩინოვნიკებმა, რომელიც იმუშავენ აფხაზეთში. კრემლის მთავარი მიზანი და კრემლის მთავარი მიზანი არის თუ არა ის, რომ სადაო კანონ პროექტების დღის წესრიგში დაბრუნება უზრუნველყოს, იმიტომ რომ ის მჭიდრო კავშირი, რომელიც ჩანს ბოლო პერიოდში რუსეთსა და აფხაზეთს შორის კირიენკოს ვიზიტებით სწორედ ამას ალბათ ადასტურებს, ხომ? მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ძალიან დიდი ინტერესი აქვს აფხაზეთის მიმართ და ჩვენ ვიცით მისი მიზანი რეალურად მათ უნდათ რომ ის კანონ პროექტები, რომელიც აფხაზეთის და აფხაზის საზოგადოების მხრიდან განხილვის საგანი გახდა და დაპირისპირების მაგალითად განხეთქილების და უკან გაიწვიეს ეს კანონები ისევ დღის წესრიგში დააბრუნეს. ეს არის თუ არა მათი მთავარი მიზანი? თავისთავად ის კანონი, რომელიც გამოაგზავნა მოსკოვმა სოხუმში, ეს იყო ის კანონი, რომელიც ელოდებოდა მიღებას. ამ კანონის მიხედვით რუსეთს შეეძლო გააკონტროლონ ფინანსური პატოკები, რაც არის აფხაზეთში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეკონომიკური დახმარება მიდის აფხაზეთში საქართველოს გავლით და ეს ფინანსური დახმარება მიდის ჩვეულებრივ საზოგადოებაში. რუსეთი არ აფინანსებს აფხაზეთის საზოგადოებას, ის აფინანსებს რაღაც საინვესტიციო პროექტებს, რაღაც მშენებლობას, რაღაც რემონტებს, შეკეთებებს, მაგრამ ევროკავშირი აფინანსებს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს, რომელიც ვითარდება აფხაზეთში და ეს მხარდაჭერა ევროკავშირიდან ძალიან ძლიერად ცვლის აფხაზეთის მოსახლეობის მენტალიტეტს. ამას ხედავს რუსეთი და უნდათ რომ შემოიღონ ეს უცხო აგენტების კანონი, რომ დაარღვან იმ ადამიანებს, ვინც იღებს დახმარებას ევროკავშირისგან, რომ ესენი არიან უცხო ქვეყნის აგენტები. აფხაზეთის მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ამის. იგივე ხდება კანონის იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც არის მიმართული რუსული ინვესტიციების დაცვისთვის. ეგ კანონი იყო განკუთვნილი იმ ბიზნესმენებისთვის, რომელიც ცდილობენ რომ ჩადონ ფული აფხაზეთში. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ინვესტიციები აფხაზეთში. პირველ რიგში იმის გამო, რომ რუსეთი არის საერთაშორისო იზოლაციაში და იმ დიდი ფული კეთდება რუსეთის მხრიდან ომის ფარგლებში და ამ ფულის ჩადება უნდა სადმე ბიზნესებში. და თვითონ რუსეთის ხელისუფლება იცის, რომ აფხაზეთში ბიზნესმენებს ართმევენ ფულს, ართმევენ ბიზნესებს, უამრავ ესეთი შემთხვევა არის და უნდათ რომ დაიცვან თავისი ბიზნესები აფხაზი აფერისტებისგან. და საბოლოო ჯამში ამ კანონის მიღება იყო უარყოფილი აფხაზეთის მოსახლეობის პროტესტის გამო. სავარაუდოდ ეს კანონი ერთი წლის განმავლობაში იქნება მიღებული ამ ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე. იმიტომ რომ აი ძალიან დაჩქარდა პროცესები აფხაზეთში, ესეთი სწრაფი განვითარება, აი ინტეგრაცია, რომელიც მიდის ახლა აფხაზეთს და რუსეთს შორის, ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. იმიტომ რომ
ყველა წინა ხელისუფლება აფხაზეთში კი აწერდა ხელს პუტინთან ხელშეკრულებებზე, მაგრამ ჭინაურდება ეს პროცესები და არ უნდათ ამისი მიღება. მაგალითად, ჯერ კიდევ 2020 წელს ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, სადაც იყო მითითებული კონკრეტული ტარიღები, როდის რა კანონი იქნება მიღებული იმისათვის, რომ აფხაზეთის კანონმდებლობა იყოს მიახლოვებული რუსეთის კანონმდებლობასთან. და ეს როგორც მოაწერეს, ისე დარჩა. არავინ ეს კანონი არ მიიღო და მიატოვეს. და ზუსტად იმის გამო, რომ ეს აფხაზებს შეუძლიათ ამ დროის გაჭიანურება, რუსეთი ცდილობს, რომ ეგ დააჩქარო და გვერდზე დაასვეს პარალელური მთავრობა, ჭრდილოვანი მთავრობა. ეს ჭრდილოვანი მთავრობა უშველის, ეს კანონპროექტი, როგორც კი შემოვა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ელოდებით თუ არა, რომ აფხაზები ისევ გამოვლენ, იმიტომ რომ მათმა პროტესტმა ერთხელ შედეგი გამოიღო, ფაქტია. ახლა ის უჩუმრად გაატარებენ ამ ეგრეთ წოდებულ კანონს, თუ ელოდებით, რომ ისევ ერთ წრეზე წავიდნენ და ის ხმაური დაიწყება. რამდენადაც ხშირად არ უნდა ჩამოვიდეს კირიენკო, შეიცვლება თუ არა სიტუაცია, მაგალითად, აფხაზ მოსახლეობაში, საზოგადოებაში შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება ამ ბინების შეძენაზე, მიწების გასხვისებაზე და ასე შემდეგ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, არის მიწა და ამას როგორ დათმობენ მარტივად? თავისთავად ეს არ არის იოლის საკითხი აფხაზებისთვის, მაგრამ აფხაზეთის და კრემლის პროპაგანდამ დაიწყეს იმ ხალხის გაშავება, ვინც არის ამ პროტესტის აქტივისტები, ლიდერები. პირველ რიგში წაართვეს რუსეთის მოქალაქეობა იმ ოპოზიციის ლიდერებს, რომელიც ყველაზე მეტს გამოდიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, განკვარჩია და კიდე სხვა იყო. მერე უცხო აგენტად რუსეთში გამოაცხადეს ის ოპოზიციური ჟურნალისტები, რომელიც გამოდიოდნენ ამ კანონების წინააღმდეგ. გაშავება მინდის პირდაპირ ხალხის. და ამას აფხაზებს არ გააჭირებს თავისთავად, მაგრამ ეს ნელ-ნელა რაც ნაბიჯებით შეუძლიათ რომ შეაჩერონ პროტესტი. აქედან დაფინანსება წავა, აგერ რუსეთმა აეროპორტი გაუხსნა, აგერ მატარებელი გაუშვეს, აგერ რომინგის გარეშე დაურეკებენ რუსეთში და ეს ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ისინი შეცდებიან ყველა დეტალი იპოვონ სანამ პროტესტში სანამ შემოიღებენ კანონის. მაგისთვის არის გამოგზავნილი კირიენკო, რომელიც კარგად იცის აფხაზების მენტალიტეტი და შეეცდება მაქსიმალურად გამონახონ აფხაზებში ისეთი ხალხი, ვინც სულ ითქვეს ამ კანონზე, რომ კარგია და ნელ-ნელა დაიწყებენ აფხაზების საზოგადოებრივ მენტალიტეტის შეცვლას. ამის დაზუსტება მინდოდა დამატება სოხუმელი კირიენკოს დანიშნა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაც ხელშესახებებებს გამოიწვევს აფხაზური საზოგადოების სასიკეთო გადაწყვეტილებების შეიძლება მოუყვეს რამეს გრძელვადი პერსპექტივაში. თუ უბრალოდ მორიგი ფარსია და მორიგი თვალის აფროა. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, რა არის კარგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ის რაც რუსეთისთვის კარგია, ის არ ნიშნავს, რომ ეს აფხაზებისთვის კარგია. ან ის რაც თვითონ აფხაზები თვლიან, რომ ეს კარგია, ეს ხო არ ნიშნავს, რომ ყველასთვის დანარჩენებისთვის კარგია. უბრალოდ თავისთავად კირიენკოს დანიშნულება აუცილებლად იმუშავებს, იმიტომ რომ ამას აქვს რაღაცა ბერკეტები, ამას აქვს რაღაცა კონტაქტები, რომელიც რაღაცა დროის განმავლობაში ამუშავდება. კონტაქტები არ იკარგება წლების განმავლობაში ჩვენს გვაქვს აფხაზებთან კონტაქტები, რომელიც დაწყებული იყო 30 წლის წინ და 40 წლის წინ და დღემდე ვინარჩუნებთ. იმასაც აქვს შენარჩუნებული ის კონტაქტები, იმას აქვს ის ძველი მენტალიტეტი რაღაცა იმ დონეზე რაღაცა და იცის კარგად აფხაზების აზრი, იდეები და რა აწუხებს, მაგათ იცის. მაგიტომაც იყო არჩეული პირველ რიგში აეროპორტის გახსნის თემა, რომელიც ამათვის იყო
უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ როიძახიან რომ არიან დამოუკიდებელი ქვეყანა, სახელმწიფო, მაგრამ არ ქონდათ აეროპორტი, რომელიც აქვე არის, მაგრამ არ მუშაობს. სამწუხაროდ დღევანდელი მსოფლიო ისეთ დონეზე არის ასული, რომ არავითარი პროტესტი, არავითარი ხალხის გამოსვლა უკვე ვერ ცვლის ხელისუფლების აზრს. ანუ რო შეხედოთ ჩვენთან ევროპაში, ამერიკაში, რაც არ უნდა გამოვიდეს დიდი პროტესტის ტალღა, ხელისუფლება უკვე არ უსმენს ამას. საერთაშორისო ურთიერთობები დაინგრა იმის გამო, რომ ერთმა ქვეყანამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და სხვაებიც ეხლა ცდილობენ რომ იგივე გააგრძელონ. რუსეთმა წაართო უკრაინას კირიმი, ეხლა ამერიკა ცდილობს რომ გრენლანდია წაართო დანიის და სრულად ამოუცნობელი მანამდე პროექტები იწყებენ მუშაობას და ჩვენ ისე დროს ცხოვრობთ, რომ ძნელია წინასწარ იმეთქვა, რა იქნება ხვალ ზეკ, ამიტომაც 2 კვირის მერე. მე მინდა კითხო პასპორტიზაციის თემასთან დაკავშირებით, აი პირველი შეხვედრიდან ალბათ თვენახევარი არის გასული ბადრა გუმბასი და ვლადიმერ პუტინის და იქ განხილვის ერთ-ერთი თემა იყო სწორედ ეს პასპორტების თემა და მოქალაქეობის მინიჭება იმ აფხაზებისთვის, ვისაც არ ქონდა აქამდე რუსეთის მოქალაქეობა და ეს დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აი ეს ხმაური თუ დაიწყება დაუშვათ აი ესეთი რაღაცა ბმა რო გავაკეთოთ. თუ შემოიტანენ კანონს ინვესტიციების შესახებ და ამას მოყვება ისევ ქუჩის აქციები, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა მიმართოს თავის კარგად ნაცად ხერხს და თქვას, რომ ჩემი მოქალაქეების დასაცავად შემოვდივარ ჯარით და შევიდეს აფხაზეთში ჯარით. რუსეთის ჯარი დგას აფხაზეთში, მაგას არ ჭირდება შესვლა. უბრალოდ ამ შემთხვევაში დგას ქართველებისაც წინააღმდეგ. ხო, მაგრამ თავისთავად შეუძლიათ, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობა რუსეთში, რომ იმათ არ ყავთ ბევრი ჯარი თავისუფალი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სადმე სხვაგან. დღეს რო შეხედოთ აი 9 მაისისთვის მთელი ხაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც რუსეთში იყო, გადაისროლეს მოსკოვისკენ და სხვა დანარჩენი ტერიტორია არის დაუსველი და უკრაინული დრონები ურტყავენ ყველგან უპრობლემოდ. ასევე იგივე ხდება ჯარის მხრიდან. მთელი რუსული ჯარი არის გადაგზავნილი უკრაინის მიმართულებით და ეხლა რამე თავისუფალი ისეთი ქვედანაყოფები მე მგონი არ არის რომ გამოიყენო აფხაზეთში. არც სჭირდებათ ამას. მე არ ამგონია რომ ეხლა აფხაზები ისეთ პროტესტი გამოაცხადონ რომ დაჭირდეს რუსეთის ჯარების გამოყენება აფხაზების წინააღმდეგ. თუმცა თუ ეს მოხდა, აფხაზებს შეუძლიათ თავისუფლად იომონ რუსეთის წინააღმდეგ. იქ საკმარისი იარაღი არის, რომელიც რუსეთმა დაუტოვებათ წინააღმდეგობას გაუწევენ. მაგრამ ეხლა ჩვენ რო ხედავთ, რომ რუსეთი ირჩევს პერსპექტიულ ახალგაზრდებს აფხაზეთში, რომელიც იგზავნება რუსეთში სასწავლებლად. უამრავი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს რუსეთში სამხედრო კოლეჯებში, სასწავლებლებში. და ისინი მიდიან იმ გზაზე, რაც გამოიარა თავის დროზე ინალ არძიმბა, რომელიც აფხაზი წავიდა რუსეთში, გააკეთა კარიერა და დაბრუნდა აფხაზეთში უკვე რუსი ჩინოვნიკი. იგივე იქნება ის აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც წავა რუსულ სამხედრო სასწავლებელში, ის დაბრუნდება აფხაზეთში უკვე როგორც რუსი ოფიცერი და არა როგორც აფხაზი.